გეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის ერთი მოწმე დაიკითხა, რომელიც 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბში შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ნოდარ ქვირითაიამ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დავით გეზერაშვილის მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც საჯარისო ნაწილის არაგეგმიურ სწავლებას ეხებოდა, არ უნახავს. მისი ღირებულება კი 5,60,000 евро იქნებოდა. ამასთან ქვირითაიას ჩვენების მიხედვით მსგავსი შინაარსის წორთნა 2008 წლის იანვარში არც ჩატარებულა. დღესვე მოსამართლემ ბრალდებულებისთვის აკვეთის ღონისძიების შეცვლაზეც იმსჯელა და ორივეს კვლავ წინასწარ პატიმრობა დაუტოვა. ბრალდება თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,60,000 ევროს გაფლანგვას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით თანხა გეზერაშვილმა ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაში გადარიცხა. არც შინაარსი ვიცი ამ ხელშეკრულების და ვის მიერ და იმიტომ მე არა ვარ მაგაზე. ანუ თქვენი ამ სამსახურში დეპარტამენტის უფროსად მუშაობის პერიოდში თქვენ ეს ბრძანებები და ეს ხელშეკრულება მე არ ვინახავ. რო ყოფილიყო მაგ კომპანია, მე მეწოდებოდა, იმიტომ იქნებოდა შემოსული ჩემთან ეს ბრძანება და გაცნობილი ვიქნებოდი და იმიტომ მაგ ბრძანებას უნდა მოუყვეს გენშტაბის უფროსის ბრძანება, სადაც უშუალოდ იქნება ქვედანაყოფები და ნაწილები გაწერილი, რომელიც უნდა მიიღონ მონაწილეობა გენშტაბ წარადგინა თუ არა თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს 2008 წლის იანვარში დოკუმენტაცია, რომლითაც სამინისტროს წვრთნების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას მოითხოვდა. ეს ის მთავარი საკითხია, რომელიც საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე გამართულ პროცესზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს დაუსვეს. სამინისტროს ლოჯისტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ძებნიაური მოწმის სტატუსი დაიკითხა საქმეზე, რომელზეც თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით გეზერაშვილს და ასევე შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუას ბრალი აქვს წარდგენილი. მოწმე ტექნიკურმა ძებნიაურმა ასევე განაცხადა, რომ მის დეპარტამენტში ხელშეკრულება შევიდა, თუმცა არ ახსოვს დოკუმენტი, რომელიც მოითხოვდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წვრთნების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. სხდომის დასრულების შემდეგ უკვე ბრალდებულ ნინუას და ასევე გეზერაშვილის ადვოკატებს განცხადება არ გაუკეთებიათ. საუბარია 5 მილიონი ევროს ოდენობის თანხის გაფლანგვაზე, რაც პროკურატურის ინფორმაციით გეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში გადახდილი იქნა ფიქტიურად თითქოს და წვრთნების ჩასატარებლად. ეს თანხა კი მის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებში ჩაირიცხა. ხელშეკრულების შემდეგ რაიმეში არ მახსოვს დოკუმენტაცია. რაიმე განაცხადის სამხედრო ნაწილებიდან ან რაიმე გახარჯული მასალების შესახებ ჩამოწერა მის დეპარტამენტში მისი მუშაობის პერიოდში არ შესულა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი ესეთი იქნებოდა, შევიდოდა და შეინახებოდა კანცელარიაში 5,60,000 евро გადაირიცხა ოფშერში საბანკო ანგარიშებზე და მას შემდეგ არავითარი წვნები არ ჩატარებულა.